წარმოგიდგენთ, რომ ამ ტექსტის უკან ქარი ქუჩის კუთხეში დაგროვა მტვერს აღღვევებს. შუქნიშანი იცვლის ფერებს, მაგრამ არავინ გადადის. კედლებზე ძველი წარწერებია, ზოგი ნახევრად წაშლილი. კამერა კი ნალასრიალებს დახატულ სურათებზე, წარსულის მკრთალ კვალზე. ადამიანი ყოველთვის ცდილობს რაღაც დატოვოს, კედელზე ფუნჯის ერთი გასმა, წიგნში დაწერილი წინადადება, ანდაც ქანდაკება, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოიშლება, თითქოს სამყაროს თხოვს, არ დამევიწყო. მაგრამ სამყარო უხმოა. მას არც აინტერესებს ვინ დავხატეთ ამ კედელზე, ანდაც რაც გრძნობდით, როცა ვხატავდით. პატრიოტიზმზე ხშირად ვცხოვრობ, თითქოს ის მშობლიური ენის მსგავსად ბუნებრივი იყოს, მაგრამ პატრიოტიზმი არჩევანია. მაგრამ ის კი არ ვიცით ვინ ან როდის გააკეთა ეს არჩევანი. ჩვენ გვაჩვენეს მიწის მონაკვეთი და გვითხრეს, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა, მაგრამ რა მოხდება თუ ერთ დღეს საზღვრებს გადახაზავენ, ადამიანებს სხვაგან წაიყვანენ, ან ყველაფერი რაც გვიყვარს გაქრება. დარჩება კი პატრიოტიზმი, თუ ისიც ისეთივე დროებით აღმოჩნდება, როგორც კედელზე დაწერილი ლოზუნგი, რომელიც წვიმამ ჩამორეცხა. ხელოვნება ის ალბათ ყველაზე თავხედური ამბოხია მოგულო სამყაროს წინააღმდეგ, მაგრამ იქნებ დიდოსტატი მართალი იყო, რომ ხელოვნება თვითუკვდავებაა და თუ ასია, მაშინ ეს არის ერთადერთი გზა, რომ არ გავქრეთ. იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზიაა. პატრიოტიზმი, ხელოვნება, სილამაზე, იქნება სიტყვები მხოლოდ დროებითი ნუგეშია მათთვის, ვინც საკუთარ უმნიშვნელობას ვერ ეგუება, მაგრამ თუ ასია, მაშინ იქნება ამ ილუზიაში ღირს ცხოვრებაც. იქნებ კედელზე დახატული უბრალო ფიგურაც კი საკმარისია იმისთვის, რომ თავი ცოცხლად ვიგრძნოთ, თუნდაც იმ მომენტში, როცა ფუნჯი ეხება ზედაპირს. არაფერს აქვს მიზეზი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაკეთდეს. ხატავ, წერ, აგრძელებ, თითქოს ეს იყოს გზა, რომელიც არსაით მიდის, მაგრამ მაინც მიდიხ. Adios. Agora, cara. Uau, baturau, ახლა ჩემი ძმა. გადაო, მამუ. ეგარი, გაი. რო. კურსლებიდან რომ გადავიდი ტილოებზე და რაღაცნაირად მასშტაბებში შევედი და უკვე ზომები გაიზარდა ნახატების მოუხდა ძალიან და გადავწყვიტე რომ მოდი რაც უფრო მეტად გავადიდებ, მით უფრო იქნება ორიგინალური გამოვიდეს. გავიყავით 16 წლის, როცა ეზოში ჩავიდი პირველად, ჩავიტანე ტილოს საღებავები და იმით დავხატე სპილო, ზომა. როცა რაღაცა შენზე მაღალია და ზევიდან გიყურებს, მეტად უფრო ეფექტურია, ვიდრე რაც ფურცელზე დახატული. რაც შეეხება ჩემს საქართველოში მოღვაწეობას და მიუხედავად რამდენიმე ქვეყნისა, სადაც ვიყავი და ყველა ქვეყნის კულტურამ რაღაცნაირად მომხიბლა. შევამჩნიე, რომ ყველა ქვეყნის კულტურას აღარაფერი აღარ აკლია, ყველაფერი საკმარისად აქვს და ამით ამაყობი. ჩემ ქართულ ესეთ მდიდრულ კულტურას რაღაც ბევრი თანამედროვე ღირებულებები აკლია და ერთ-ერთი თუნდაც რაღაც ხელოვნება. ჩემი თეფშიდან ცოტა საჭმლის ჭამა მირჩევნია ხვების სუფრასთან შექცევას, ასე ვთქვათ. ვაკეთებ ისეთ საქმეს, რის არ მეშინია. და ვაკეთებ ისეთ რაღაცას, რაშიც ბოლომდე ვარ ჩემი თავის დარწმუნებული. ესეც ჩემი ერთი ჩვეულებრივი სამშობლო დღე. რას ვიფიქრებდი ბავშვობაში თუ ესე გამოპრანჭავდი ჩემს უბანს. და ყოველთვის მინდოდა ხოლმე რაღაცით გამიხალისებინა, გამეფერადებინა ჩემი უბანი და ერთ-ერთი ყველაზე კარგი ხერხი, რასაც მივაგენი, კედლების გაფერადება. დღეს კიდე ისეთი ორიგინალური უბანი მაქვს თბილისში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ინიციატორი, ასე ვთქვათ, ჩემს უბანში მასშტაბური ნახატების. მივდივართ ბასტიკუნებში. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ჩემს უბანში, სადაც შეგიძლიათ საკუთარი ცხოველი მიიყვანოთ და მიხედავენ ისე როგორც საჭირო. ეს ჩემი ერთ-ერთი მორიგი საქმე
და ერთ-ერთი მორიგი იდეა თუ როგორ შეიძლება გავაორიგინალუროთ და გამოვპრანჭოთ გარემო. რამხელა გავლენას ახდენს ხელოვნება იმ კონკრეტულ კედლებზე და ადგილებზე, რომლებსაც ჩვენ თითქმის ყოველ დღე ვუყურებთ. ქართველებს რა პრობლემა აქვს იცი? ჩვენს ეზოში ჩვენი ამოსული ხე ჭკნება და მეზობლის ეზოში ვუყურებთ მეზობლის აყვავებულ ხეს და გვინდა რომ რაღაც გადავიდეთ, გადავწურეთ და იმათ ნაყოფი მოვყრიფოთ და რაღაც კმაყოფილები ვიყოთ და სახში წამოვიდეთ. იმის მაგალითად რომ რაღაც მოუვაროთ, რომელიც ჩვენს ეზოში დგას. ამიტომ მე ხა ამ მომენტში ვარ, ჩემ დამჭყნარი ხე მირჩევნია, იმის მოუწყვა მირჩევნია, იმისი მოვლა მირჩევნია და მე ვიტყურო ეს ჩემი ხეა, ვიდრე აი გადავიდეს ხეს ეზოში და ხის ხეს უვარო და ნაყოფი კაი მე დამიტოვე, მაგრამ ხე მაინც არ იქნება ჩემი. რამდენიც არ უნდა ვუარო ხის ეზოში ხის ხეს, ის ხო არასდროს გახდება ჩემი. ის ყოველთვის ხის ეზოში იდგება და იქნება ხის. შესაბამისად, ქართველების პრობლემაც ეგ არის, ხების ეზოში ვარ გადასულები და იქ ვცდილობ რომ იმათი ეზოები გამოვპრატოთ, როცა ჩვენ ეზოს ვჭირდები. ამიტომ მე ამ მომენტში ჩემს ეზოში ვარ, ჩემს დამჭკნარ ხეს ვცდილობ რომ რაღაცა სიცოცხლის უნარი შევძინო და ვუვლი უამრავი ხერხები. იქნებიან ეს ბავშვები, იქნებიან ეს ცხოველები, იქნებიან ეს მეზობლები, უბანი. შიში მაქვს იცი ისი დიდი. მე შინია იმის რომ ერთხელაც დავხატავ რაღაცას და ვიღაც მეტყვის რომ მე ეს არ მომწონს. თუ ვცდილობ რომ ნებისმიერი შეკვეთა იქნება თუ საქმე იქნება, ყველგან რაღაც შეღავათი გავაკეთე, იმიტომ რომ ის ჩემი ხე არა. ამიტომ როცა ჩემს ხეზე მიდის ხოლმე საქმე, ფინანსები ამ მომენტში მეორე ხარისხოვანი. პირველ ხარისხოვანია ჩემს საკუთარ ეზოში საკუთარი ხე რომ გამოიყურებოდეს კარგად. საბოლოოდ ისევ მაგამდე მიდის რომ ვერაზრს ვერ აუძვრები სხვის ხეზე. სხვისი ნაყოფის საჭმელად. საკუთარი ხე მაქვს და საკუთარ ხეს უნდა მოუვარო. ხატავ, წერ, აგრძელებ, თითქოს ეს იყოს გზა, რომელიც არსაით მიდის, მაგრამ მაინც მიდიხარ. ქარი ისევ უბერავს, შუქნიშანი ისევ იცვლის ფერებს, ხოლო ქუჩა კვლავ ცარიელია, ეკრანი ბნელდება.